რა იქნება თქვენ შორის? მოდი ვნახოთ. რა იქნება თქვენ შორის? ნუ ერთი სიტყვით მე აქ უყურებ იმას, რომ დუმილს დაარღვევს ეს ადამიანი, ვინც ელოდებით. ახლა დუმილის დარღვევა არ ნიშნავს, როგორ ახარ აშვები, ან სწორებზე ცეცხლები და გულები, ამას არ გულისხმობ. აქ უნდა იყოს ის, რომ ადამიანი ზუსტად ამბობს გულიდან წამოსულ სიტყვებს, რომელიც რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ თავის გულში მალავს. რეალურად თვლის, რომ ჯერ არ არის ამის დრო, რომ ყველანაირად მოგერგოს, გაგეხსნას, მოისმინოს შენიც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი ადამიანია მოსული, რატო დავიჭირეს, იმიტომ რომ რომ არ ხარ მზად, რომ მოგისმინო შენც, არამედ მე შეიძლება არ ვიყო მზად, მაგრამ შენი მოსმენაც ჩემთვის რთულია, იმიტომ რომ ადამიანს უსმენ, იქ უკვე მზად უნდა იყო გაგებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და აშკარად არ უნდა რომ ითამაშოს გრძნობაზე და არ უნდა რომ უბრალოდ ახლა ენა ატრიალოს იქეთ-აქეთ. მოდი ვნახოთ, ისე იქეთ-აქეთ ენის ტრიალი რაღაცა ახალია, ხო? მოდი ვნახოთ. მაინც რა იქნება თქვენ შორის გარდა ამისა, იმიტომ რომ დრო ჭირდება რომ გითხრას თუ როგორ ჭირდები და თუ რამდენად გაღრმავდა მისი გრძნობა. მოდი ვნახოთ რა იქნება თქვენ შორის. ნუ რა ვქნათ, ცოტა რთული პერსონაჟია ჩვენთან მოსული და ძალიან უჭირს საერთოდ ამ ადამიანს სიყვარულის ახსნაც, ან თუ ახსნილი აქვს ამის გამეორება ცოდნის დედაო, მაგრამ ამ ადამიანმა ეთყობა ის დაივიწყან, აიგნორებს ამ ყველაფერს და ყველაზე რთული არის მისთვის გაღიაროს, მიგიღოს, იმიტომ რომ შენ ხარ პენტაკლების დედოფალი, ქალი მოწურული, ოქრო, ქალი სამი ერთში და ნუ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც მარტო მისთვის უნდა, მან რო იცის დაუშვათ შენს მიმართ დამოკიდებულება, ამის იქით არ თვლის საჭიროდ, რომ ამაში საქმის ყურში ჩაგაყენოს, ხო? მინიმუმ. ამიტომ მაგ ასეთი ხასიათის ადამიანია მოსული, როცა ასეთი ხასიათის ადამიანია მოსული, ნუ რა უნდა ვქნათ, როგორც შეუძლია ადამიანებს სიყვარული მისი ტიპაჟიდან გამომდინარე, ისე იქცევიან, ამიტომ თქვენ მეტი გაგება და უფრო ვიტყოდი, თქვენ დაგჭირდებათ მეტი პასუხისმგებლობა, თუ როგორ აფასებ შენს, თუ შენ მართლა გრძნობ, რომ ხარ პენტაკლების დედოფალი, თუ მამაკაცი მიყოლებს პენტაკლების მეფე, ანუ დასაფასებელი, ადეკვატური და ყველაფერია შენში, რაც ადამიანს უნდა კონდეს, მაშინ შესაბამისად შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და შესაფერს ადამიანთან უნდა გააგრძელო ურთიერთობა, თუ არის, თუ არა და უნდა დაელოდო, სხვა გზა არ არის. ამიტომ ერთადერთი რა იქნება თქვენ შორის, ნუ დროთა განმავლობაში რაღაცა ემოციებს გაიგებ, თუ რას გრძნობს ეს ადამიანი. თუ რამის მომცემია, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპაჟის ადამიანიდან ეს გრძნობა, იმიტომ რომ მე დიდად ვერ უყურებ აქ მოქმედებას, რომ კაი, გიზიარებ ამ გრძნობას, მაგრამ რაღაცა ხომ მინდა მე საქმე დავინახო და საქმეს მე აქ ვერ უყურებ. ამიტომ ეს არის მოკლე პროგნოზი, მაინც თან ზოგადი გაშლებია და ამიტომ გულთან ახლოს არაფერი არ მიიტანოთ. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.